იბერიოს კეისრის მეფობის 15 წელს, როცა პონტუელი პილატე განაგებდა იუდეაში, ჰეროდე იყო მეოთხედ მთავარი გალილეაში, მისი ძმა ფილიპე მეოთხედ მთავარი იტვერიას და ტრაქონელთა ოლქში, ხოლო ლისანისი მეოთხედ მთავარი აბილინესში. ანას და კაიაფას მღვდელმთავრობისას იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოში და ქადაგებდა სინანულის ნათლის ღებას, ცოდვათა მისატევებლად. როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი. ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოიფსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, რუდე გასწორდება და ოღრო-ჩოღრო გზა გავაკდება. ყოველმა ხორციელმა იხილოს ხსნა ღვთისაგან. მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა. იქედნეთა შობილნო, ვინ გაგაფრთხილათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? მაშ გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს, მამად აბრაამი გყავსო, ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთ შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. სულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან, ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ეკითხებოდა მას ხალხი. აბა რა გავქნა? პასუხად ეტყოდა მათ. ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უკონელს, ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს. მოვიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას. მოძღვარო, რა ვქნათ? ხოლო მან უპასუხა. თქვენთვის დაწესებული სმეთს, ნუ რაფერს მოითხოვთ. ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ. ჩვენ რა გავქნათ? უთხრა მათ. ნუ რავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო? იოანე ყველას პასუხობდა. მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. თავისი ნიჩაბი ხელში უჭირავს მას. ის გაწმენდს თავის კალოს და თავის ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით. კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. ხოლო ჰეროდემ, მეოთხედ მთავარმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო რაბოროტებაც ჩაედინა. ყოველივე ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.